დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. დილამშვიდობისა. თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის Art Weekend-ის ფარგლებში უკვე რამდენიმე საინტერესო შემეცნებითი შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი ადამიანები ხელმძღვანელობდნენ და ამჯერადაც ამ შაბათს არის დაგეგმილი საკმაოდ საინტერესო შეხვედრა. პროექტის ფარგლებში, როგორც უკვე გითხრათ, ამ შაბათს არის დაგეგმილი შეხვედრა, ამჯერად უკვე ცისფერითების შემქმნელებთან, თუმცა მანამდე ჩვენი გადაცემა მასპინძლობს ბატონ ელდარ შენგელაიას, ბატონ რეზო ჭეიშვილს და ასევე თეკლა ვეკოს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს. დილამშვიდობისა. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა რომ მოხვედით. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თეკლა, მოდით ჯერ თქვენგან დავიწყოთ, მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია, როდის იგეგმება შეხვედრა და რამდენად ხართ მზად იმისთვის, რომ ძალიან ბევრი მსურველი იქნება ალბათ, ხო? რამდენად დაიტევს ის დარბაზი, სადაც გეგმავთ ამ შეხვედრას. პირველ რიგში Art Weekend-ზე ვიტყვი ორიადა სიტყვას, როგორც უკვე აღნიშნეთ, თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლის და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია. მთელი მაისის ვიკენდების განმავლობაში გვქონდა შეხვედრები, ძალიან საინტერესო თემატური კვირეულები, ძალიან საინტერესო მომხსენებლებით და საბოლოოდ დახურვა გადავწყვიტეთ, ასე ვთქვათ, Art Weekend-ის ამ პირველი ყველაზე გრანდიოზული სეზონის, ასევე ძალიან გრანდიოზულად. შევხვდებით ცისფერი მთების შემქმნელებს, მსურველი არის მოსვლის ძალიან ბევრი. დასწრება არის თავისუფალი, რა თქმა უნდა, არ არის შეზღუდული არავინ. შეგიძლიათ მობრძანდეთ და უსვათ კითხვები ჩვენ საყვარელ ავტორებს, შემქმნელებს, მუსიკის ავტორსაც ასევე. და დავით, ბევრი ისაუბროთ ამ ძალიან კარგ ფილმზე. ხვალ გაიმართება შეხვედრა დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის ბიბლიოთეკაში. გელოდებით ყველა. ანუ წინასწარ არანაირი პროცედურის გავლა არ არის საჭირო. პირდაპირ მოვლენ და შემოვლენ თავისუფლად, ხო, ამ შეხვედრაზე. რომელ საათზე? 4 საათზე, კი ბატონო. შაბათს. სადა? კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, რომ გაიგონოთ. ჩვენთან ბატონო და ჩვენთან. და ასე იქნება ბატონო გიაყანჩა. კი ბატონო. დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში. დიახ. კიდევ არაერთხელ მე მგონი დაგაკვალიანებენ და აგიხსნიან ეთერს გარეთ, რომ სხვა მისამართზე არ მიხვიდეთ. რა თქმა უნდა, ბატონო ელდარ, ბატონო რეზო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, რა თქმა უნდა. და ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ ისე და ცოტა ძველი ამბები რომ გავიხსენოთ, აი უკვე რამდენი წელია, ხო, ეს ფილმი არსებობს და 83 წელი. 83 წელს დავავტარეთ გადავიდა. და აი სცენარზე გაცილებით მუშაობს. არ კარგავს აქტუალობას არა მარტო ჩვენთან, მე თუ არ ვწდები, მახსოვს რამდენიმე ინტერვიუ თქვენი, სადაც ყვებით, რომ აი სადაც არ წავიდა ეს ფილმი და სადაც არ წაიღეთ რომელ ქვეყანაში, ყველგან იჩემებენ, რომ ეს ჩვენ ხალხზეა, ჩვენს ქვეყანაზეა, ჩვენს სისტემაზეა. რაც იმას ნიშნავს, რომ უნიკალურია და ყველასთვის ახლობელია, ხო? აი თუ გახსენდებათ რა გარემოებაში, როგორ, რა დროს გაჩნდა, ვთქვათ, იდეა, ან როდის გაანდეთ ერთმანეთს, თუნდაც რომ გსურდათ, ვთქვათ, აი ამ კონცეფციის და ამ იდეის ფილმის გაკეთება და ერთად. ალბათ რეზო დაიწყეს, იმიტომ რომ ბატონო რეზო. მოთხრობა იყო რეზოს. კი ბატონო, გისმენთ. მგონი დაიწყო იქიდან ჭიათურაში იყო გადაღება სამანიშვილის. დედინაცვალის. დიახ. უცნობი ნაწარმოების სცენარი ჩემი გაგიდებული იყო. დაიღებდა იქ. ხო და თავისუფალ დროს მე ცისფერი მთები მქონდა რაღაც მოთხრობა თუ ნოველა. ხო და არაფერი არ იყო ისეთი. იმას დავემალეთ პაკეტებს რაღაცას. ხო. გაიქეცით. მასპინძლებს და ადრე წავიკითხე იქ. და უცებ ამ კაცმა მითხრა, მოდი მე ამას არ დავიღებ. თუ გადავიღე ბატონო. და მე სულ ფიქრობდი, ხო, შეცდომაში ხარ შეყვანები და კინო მაინც სხვა და აქ დიალოგებია მაგრამ მაგრამ როდესაც პრემიერა ხალხებს ხსიათ გაშუა კინოში მაშინ მივხვდი რომ ფილმი ხსიათ გატაშ დაპლოდისმენტებით რამ დაგაწერნეთ რა იყო თქვენთვის ინსპირაცია ანუ თქვენ თავად თუ გამოგიბლიათ ანუ ალბათ ხო თქვენს პროფესიულ გზაზე ეს დაუსრულებელი ვთქვათ ბიუროკრატიული როგორ ყველას გამოგიბლია რედაქციაში მუშაობ ანუ თავარი გმირის სოსო არის რაღაც ნონზე თქვენ რაც გამოვიერთ ის ხო ბასიკապես კინოსტუდიიდან დაიწყო იყო ასე ხალ ბევრი ხარ იყო გასავლელი აქ არის ერადირი მე
ბატურა წულაძემ გააკეთა მატარებელში. დიღის ხაჭური არ ვიცი. ნუ არა ისიც მე სამხატვრო საბჭო, მე ცეკაში მიდიოდა, მე მოსკოვში მიდიოდა, იქ ჯერ რედაქტორები, შენი რედაქტორი იყო, ზუსევა იყო ესეთი კალი, ის კითხულობდა, მე საბჭო კითხულობდა და ესეთი სულ გაუთავებელი სიარული, როგორც ჩამოდიოდა ის ზუსტად. როგორც ხოსოდადა გამოდიოდა შემკორა. სწორად იღებენ. აი ბატონმა რეზო მახსენა რომ მაინც მორჭოფობდი და მეშინოდა ხო არ შემყავდა თქვათ რეჟისორი რაღაც შეცდომაში თქვენ აი ალბათ უთვალავ ჯერ გაქვთ ნანახი ეს ფილმი ხომ არ გაქვთ ხოლმე რაღაც შეგრძნება რომ აი ამას ანერად გავაკეთებდი მუშაობდით ხოლმე აი რაღაცა რომ გზადაგზა კიდე ვაკეთებდით ისე არ იყო რომ რეზო მომცა სცენარი და მე გადავიღე ფილმი ეგრე არის აი გზადაგზა სულ ხდებოდი და რაღაცას ასე ვთქვათ ვასწორებდით ვაკეთებდით და ბევრჯერ რაღაცა თვითონ მსახიობი მაგალითად ისეთი რეპლიკა როგორც არის ძალიან კარგი ეს თემიკო ჩირგაძის რეპლიკა ხო და აი ესეთი რაღაც მეებში ხდებოდა ხოლმე და აი როცა დავამთავრე იყო ნუ ესე იყო ყოველთვის რომ ჩვენება იყო ხოლმე რედაქტორებისა და ფილმი ჩვენ კინოსახლში ვაჩვენეთ როგორც ეზო თქვა ძალიან დიდი მოწონება იყო ქალბატონი სესილია იჯდა და იყო ასეთი კურიოზი პატარა რომ ქალბატონი სესილია გამორიდებული ადამიანი იყო და სცენაზე სცენა იყო პატარა და მთელი ჯგუფი იყო და ქალბატონი სესილია არ მოვიდა. ხო და მე მაინც არ ვადგინე ქალბატონი სესილია მუშტი მომიღერა არ უყვარდა ეს ამბავი და რო დამთავრდა ცოტა ყურზე აკდა მაგას რა და მითხაო კარგი სურათი ვერაფერი ვერ გავიგე. მეოთხარი ქალბატონი სესილია ხვალ ეგ ცუდი ასლია მეთქი და ხვალ მე გაჩვენებ კაი ასლ მეთქი. ხვალ მოვიყვანე ქალბატონი სესილია, ავედი მექანიკოსთან და ავწიეთ ხმა. ყველა დაყრუდა. და ქალბატონი სესილია გენიალური სურათია. ვისა გავიგეო, ხო რაზეა? ხო, ფედერალი. 83 წელი ეს იყო, რა თქმა უნდა, კომუნისტების პერიოდი, იმ პერიოდში ყველა ფილმი გადიოდა გარკვეულ ცენზურას და კაცრს საკმაოდ და რაღაც იყო მომენტები, რომელსაც ფილმებიდან აღებიებდნენ. ხო, თქვენი შემთხვევაში თუ იყო ასე, რომ ამ ფილმს შეეყო ეს კაცი. იყო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პავლიონიკი ადამიანი. დიდ დარბაზში ვაჩვენებთ. ახლა ჩვენ უკვე კინოსახლში ვაჩვენებთ და წარმატება ხდება, ხო, საქართველოში. რედაქტორებს არ გაუციო. არის სიჩუქრე, საავტორო. პავლიონიკი ეუბნება, თქვითო რა, ნუ რუსულად აპრობე ქართულად. თქვითო რაღაცა. ჩუმატარი. აი უნდა მივიღოთო, იმიტომ რომ იტყვიან რომ ეს არის ჩვენზე. მიიღეს სურათ. მაგრამ მე მოხდა ესეთი საინტერესო ამბავი, რომ ერმაში იყო მისი კომიტეტის თავმჯდომარე და ის თვლიდა, რომ ეს არის ანტისაბჭოთა სურათი. მაგრამ იქ უკვე პერესტროიკის პერიოდი არის და ბიჭვინთაში ჩამოვიდა გარბაჩოვი. და მოითხოვა ცისფერი მთები. მე არ ვიყავ არსენზე ვარ იყო, მაგრამ ვინც იყო ქართული ვერსია და ის თარგმნიდა იმ ქალმა მოიგო. ნუ რა თქმა უნდა შევარდნაძე ჩავიდა იქა და უყურეს სურათს. გარბაჩოვმა იცინა, ადგა და უთხრა შევარდნაძეს. იცი რა ედუარდ, ჩვენ რო არ მიხედოთ ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ ეგრე ჩამოგვირევა თავზე ჭერილი. ქეახთა ესე და საბჭოთა კავშირი დაინგრა. თუ გქონდათ აი მაშინ, არ ვიცი, მუშაობის პროცესში, რამდენ ხანს გრძელდებოდა ფილმზე მუშაობა? თითქმის წელიწად. მაშინ სხვა პარამეტრები იყო, ახლა უფრო ჩქარა იღებენ, მაგრამ მაშინ ფირი იყო ცოტა რთული გამჟღავნება. ერთი წელიწადი. აი როგორი შეგრძნება იყო მაშინ თუ გქონდათ მაინც მელოდინი, რომ აი რაღაც მართლა ძალიან მაგარს შეეჭიდეთ და ეს იყო ის ფილმი, რომელიც აი შემდეგ თაობიდან თაობას და არა მარტო საქართველოს, არამედ ამდენ ქვეყანას გააერთიანებდა. გქონდათ მაშინ ეს შეგრძნება მუშაობის დროს თუ? შენ არ ფიქრობ ამაზე, იმიტომ ფიქრობ რომ სურათი გამოვიდეს ნორმალური, ხო რეზო? ირიქეს. შიში იყო პრემიერაზე რო. ხო, რა თქმა უნდა. შევდიოდი. რა ახლა ეს ამდენი ხალხი რომ მოსულა, სულ არ ველოდი. ახლა მოეწონეთ მათ ეს ძალიან ლაპარაკი. რა თქმა უნდა. იმიტომ კინო სხვა იყო მაშინ. ხო, ამ უფრო ვიზუალზე იყო ხოლმე აქცენტი. მაგრამ ძალიან
ახალ დონეზე მიიღო იმ ხალხმა. ეთქმა ინტელიგენცია მოვიდა. რა თქმა უნდა, დღემდე ასეა, იმიტომ რომ თითოეული ფრაზა, ყველა ფრაზა ხო, გუში რომ მართლა რომ გვინდოდა რაც ფრაზების სამკრეფა. ეს ფრაზა ვკრიფებ და ის მთლიანი ფილმი გამოვიდა საბოლოო ჯამში. რა, აი მართლა ვერ ამოვიღებ ვერაფერს. დარჩა მე რაღაცა. ახლა ცხოვრობენ აი თბილისში გივი ჩვენ ვართ. კი, რა თქმა უნდა. იგივეს ძალიან კაი. ბატონო ელდარ, სულ ცოტა გივი ძალიან პოპულარულია. ძალიან პოპულარულია, კი. ბატონო ელდარ, სულ ცოტა ხნის წინ აჩვენეს კანის კინოფესტივალზე ერთ-ერთ სექციაში კლასიკა და როგორც ვიცი, გარკვეული სამუშაოები ჩატარდა, ხო? რაღაც იმ სტანდარტებთან, თქო, შესაბამისობაში მოსაყვანად და ხარისხის გასაუმჯობესებლად. არ შეიძლება რომ მადლობა არ უთხრა თაკო ტატიშვილს. დიახ. მისი ინიციატივა იყო საერთოდ, იმიტომ რომ შეხვდა კანის დირექტორს, ფესტივალის დირექტორს და იმან უთხრა რომ რატო არ ადგენთ ამ ფილმს. ამის მერე ძალიან ბევრი ასე ვთქვათ იმუშავა ქალბატონმა თაკომ. ესეთი პირველად რო იყო კანის ფესტივალზე, ერმაშმა არ გაუშვა კომიტეტის თავმჯდომარემ არ გაუშვა კონკურსში. ამიტომ მისაჩვენეს სარეჟისორო ჩვენებაში და ასეთი უპრეცედენტო ამბავი მოხდა. საერთოდ კანის ფესტივალზე სურათს აჩვენებენ ერთხელ. მაგრამ ეს ფილმი აჩვენეს დილას ადრეს და იყო ძალიან ცოტა ხალხი, მაგრამ უცბად გახმაურდა, რომ ეს არის კარგი სურათი და საღამოს უკვე რო აჩვენეს, მე პრესაში იყო ძალიან კარგი ესეთი სიტყვები დაიწერა, რომ ეს ფილმი არის კავკასიური ფილმი, კავკასის თითქოს ესეთი წერილი დაწერილი, ხო, გოგოლის და ასე შემდეგ. ხო და ну თავისთავად ეს კარგი იყო და ქალბატონმა თაკოს მივაწოდეთ, მე სახში მქონდა ეს ყველაფერი და უკვე წავიდა კანის იმაში და შემდეგ ასეთი ამბავი მოხდა, ეგეც საინტერესოა რომ იყო წარდგენილი 1000 ფილმი. და აირჩია 20 ფილმი. ამ 20 ფილმში არის ფელინის ფილმი, გოდარის ფილმი, ანტონიონის ფილმი, ბერგმანის და სხვა ძალიან გამოჩენილი ფესტივალების ფილმი და აი ჩვენი ფილმი რო არის, ну ეს თავისთავად ძალიან გამარჯვება. ძალიან ასეთ ხალხში რო არის, რა თქმა უნდა. წარმატება თავისთავად. რა თქმა უნდა. და ბოლოს შეკითხვა მინდა დაგისვათ ორივეს, ბატონო რეზო, ბატონო ელდარ. თუ ადევნებთ და ალბათ რა თქმა უნდა ადევნებთ თვალს, ვთქვათ, დღეს უკვე თანამედროვე ქართული კინოს განვითარებას, ძალიან ბევრი ქართული კინო კეთდება, იღებენ. აი რა აზრი გაქვთ, რამდენად მოგწონთ, რა შენიშვნები გაქვთ? როგორ ფიქრობთ? თუნდაც სცენარების თვალსაზრისით, ბატონო რეზო. არ ვიცი, იმათ ახლა თავიანთი პრინციპები აქვთ. თავიანთი ხედვები აქვს და მე ტელევიზია ამას ყველაფერს აუბრალოებს. ვიტო წინასა ტელევიზორში გადის. ბატონო ელდარ, თქვენ? ისიც რა არის? რატო შეიქმნა ქართული კინოს ფენომენი საბჭოთა კავშირის დროს? იმიტომ რომ მართალია იყო ცენზურა, მაგრამ ფულის საკითხი არ იდგა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი რაღაცნაირად ჩვენ უკვე მქონდა მოფიქრებული, როგორ უნდა აგვიარა, ფული საკითხი რო არ იყო, უკვე იყო საშუალება. დღევანდელ დღეს არის ძალიან ნიჭიერი ადამიანები. გიორგი ოვაშვილი, ზაზა ურუშაძე, სხვები, ლეკა, ბატონი. და სხვები, ქალბატონები არიან ძალიან საინტერესო, მაგრამ კინოცენტრი ძალიან ცოტას ფინანსდება. აი ბევრს რო იღებ, იქ იქნება ცუდიც, საშუალოც, მაგრამ აუცილებლად კარგიც იქნება. აი ეს იყო ასე ბოლო პერიოდში კინოსტუდია ქართულ ფილმში იღებოდა 10 მხატვრული ფილმი. შემდეგ მოსკოვის ტელევიზია, აი თუთაშკია მაგალითად იყო დაკვეთილი მოსკოვის ტელევიზია. იყო 6-7 მოსკოვიდან დაკვეთილი, ანიმაციური იყო 1-10 და დოკუმენტური ფილმი ცალკე იყო. სტუდია ის აკეთებდა 50 ფილმს. და აქედან რა თქმა უნდა გამოდიოდა რაღაცა ცუდი, რაღაცა საშუალო და რაღაცა. თან ხაღრუდებოდა, თან ფული მოდიოდა. ხო, რა თქმა უნდა. ამიტომ სახელმწიფო უნდა მეტად დააფინანსოს კინოცენტრი, რომ ახალგაზრდებს, ეხლა ჩვენ თაობაზე არ არის ლაპარაკი, ახალგაზრდებს ჰქონდეს საშუალება, რომ გააკეთონ. და გამოჩნდეს კარგი ცუდი საშუალება. პირველი ფილმი არ შედგება, მეორე გამოვა და ეგრე ხდება.
დიდი მადლობა. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცემის სახელით, რომ დღეს იყავით ჩვენთან ერთად, დანარჩენს მსურველები უკვე გაგესაუბრებიან შაბათს 4 საათზე, ხო? თავისუფალ უნივერსიტეტში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დარბაზი გაივსება. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა რუსთავ ორს, იმიტომ რომ მარტო რუსთავი ორის ჯგუფი იყო წამოსული იქა. ესე იგი, არც ერთი ტელევიზია არ დაინტერესდა. და მე ასე ვფიქრობ, ეს არ იყო რეზოს წარმატება, ჩემი წარმატება, ეს იყო ქართული კულტურის და ქართული კინოს წარმატება. და ეს უნდა დარჩენილიყო, ბევრმა ტელევიზიას უნდა გადაეღო. იმიტომ რომ ისინი ვერ ასწრებდნენ გადაღებას. უნდოდა ძალიან რაღაცების გადაღება, ვერ ასწრებდნენ. კლასიკად აღიარეს. ოფიციალურად აღიარეს კლასიკურ ნაწილს. გეთანხმებით ნამდვილად და კიდევ ერთხელ გილოცავთ და კიდევ ერთხელ ვილოცავთ საქართველოს ამ წარმატებას, იმიტომ რომ ეს ჩვენი ყოველს წარმატებაა. დიდი მადლობა და გისურვებთ კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას. ჩვენ რეკლამაზე გავდივართ და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით ძალიან მალე, ამიტომ არ გადართოთ და დაგველოდეთ. დროებით.